ისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობთ ქრისტეს მიერ საყვარელო. სიყვარული არის ყოველივეს საწყისი და ამ სიყვარულის ფონზე დღეს რომ ეს ცოდვილი დედამიწა ბრუნავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი ფეხზე დგევართ ამ ღვთის სიყვარულის დამსახურება. იმდენად შეიყვარა ღმერთმა თავის მხოლოდ შობილი ძე, რომ მისცა ადამიანებსათა ჯვარცმულიყო. სიყვარული სამწუხაროდ დღეს ადამიანებმა აურიეს ერთმანეთში, სიყვარული ბნებები და ასე შემდეგ. თვითონაც ვერ ერკვევიან ადამიანები ზოგადად თავის ცხოვრების წესში, ვერ ერკვევიან ზოგადად რა უნდათ და ბუნებრივია, რომ დღეს ტყუილ მართალი ერთმანეთში არეულია და შესაბამისად, მართალი ადამიანი მუდმივად დაცინის ობიექტია, ადამიანი, რომელიც ყველაფერი შეიძლება იკადროს, მუდმივად წინა პლანზე დგას. დღეს ესეთი ცხოვრება გვაქვს. მე ამაზე იმიტომ საუბრობ, რომ სიყვარულით უნდა ვიქცეოდეთ ყველა ჩვენთაგანი. ახლა თუნდაც მაგალითად, როცა მე ხშირად მithქვამს, არ შეიძლება ადამიანმა აურიო პირადში შენი და მოძღვრის ურთიერთობა. მე თუ როგორც მოძღვარი შენ გასწავლი და სწავლების დონეზე, რაც არასწორად გააკეთე, შენის პირადულში არ უნდა მიიღო, არ შეიძლება, ტრეხელობა, როგორ შეიძლება. ნახეთ, როცა თქვენ შვილებს აბარებთ სკოლაში, იქ უზიხართ მერხთან, მასწავლებელი როგორ ასწავლის, როგორ მოქმედებს, ხო? ამიტომ არის, რომ თუ კი თქვენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მოდიხართ, გინდათ რომ სულიერად გაიზარდოთ, გინდათ რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და საქმე ვიყოთ ღვთისთვის, ბუნებრივია თუ შეგვიშალა, ამას მოსდევს სწავლების ფორმა, ხო, რომ ვასწავლოთ ადამიანებს. ძალიან შეიძლება არის ხოლმე, რომ ადამიანები პირადულში და რაღაცა ფორმით პირად წყენად მიიჩნევენ. აი თუნდაც მაგალითს ადამიანს მეუბნები, რომ შენ რო არ ლოცულობ, ხო შენს გარშემო ადამიანები ვინც არიან, მოლოცველები არიან და დაუცველნი არიან. უნდა ილოცო. ილოცე თორე იცოდე, ამაზე სასჯელი გექნება. სასჯელი რა არის? ეკლესიური სასჯელი ეს არის, გადააყენე ზიარებიდან, სხვა ხმეთი არაფერი. ფეხებით არავის არ ჩამოკიდებ და ხო, ეს უკვე მე წელის ფორმულაა. ხო და მე ამით დავიწყე, რომ ყველაფერს მიუდექით სიყვარულით. გუშინ აი მაგალითად ოჯახის სიწმინდეს დღე იყო, ყველას გილოცავ და მრავალს დაესწრაფ, ხო? ყველა გულანთებული ადამიანი იყო გასული თავისი ოჯახის სიწმინდის დასაცავად. იგივეს ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ, ეს ხო ერთი დღეა, რომელიც სახალხო ზეიმია, ხო? მაგრამ ეს ხო ყოველდღიურობაში, შენ ცხოვრებაში უნდა იყოს ოჯახის სიწმინდის დღე და როცა ადამიანი, ჩვენ ოჯახებით, მადლობა ამ ადამიანებს განან, ესწრებიან, ასე ვთქვათ, იღებენ ამ საღვთო მადლს. მე კითხვა მაქვს ხოლმე ხშირად ადამიანებთან, რატო გონიათ, რომ ეს წელიწადში ერთი დღე უნდა აღინიშნებოდეს, ეს ყველა დღე ოჯახის სიწმინდისთვის უნდა ვიხსოვდეთ, როგორც ჩვენი წინაპრები ამას აკეთებდნენ, მათთვის ერთი არისო მამული ენა, სარწმუნოება და თავგადაკვლები იყვნენ. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ წმინდა რამეებზე, რაც არის ოჯახი, დედა ეკლესია, ადამიანის სულის მკვდავება და მრავალი ესეთი რამ, ხო? ადამიანები უნდა ვიყოთ შეუვალები და უნდა ვიცოდეთ ფასი მისი. რამე თუ არც შენ უნდა გათელო ფეხქვეშ და არც სხვას უნდა გაათელინო, შენი არც ქვეყანა, არც ეკლესია, არც სარწმუნოება და არც ოჯახი მით უმეტეს და ასე შემდეგ. ოჯახი ეს ყველაზე დიდი მონოპოლარია და დალოცა უფალმა, აკურთხა უფალმა და უთრა ინაყოფიერით გამრავლდით, მოიცვით მთელი ქვეყანა, ესე ვთქვათ, დაიმკვიდრეთ და ჯვრის წერისას ჩვენ თვითონ კითხულობთ იმ სიტყვებს, რომ უფალი დაადგავს გვირგვინს და იძახს. გვირგვინოსანი იქნების მონახვის არის და ასე შემდეგ, ხო? და ამ გვირგვინის შეურაცხყოფა არაფერს შეიძლება. ბევრია სალაპარაკო ამ ოჯახის თემაზე, მაგრამ დღეს აღგვიშვებს რეგლამენტი ამის, იმიტომ რომ დღეს სახარებაო გასარჩევით, რომელიც წაკითხული იქნა, ეს არის სამარიტელი დედაკაცის და მაცხოვრის საუბარი ჭასთან. მე
არ ვიზავრო, ასე ვთქვათ, განვავსო, მაგრამ ძირითადი რაც არის ვიტყვი, მაცხოვარი დამაშვრალი, ანუ დაღლილი მიდის ჭასთან. ეს არის იაკობის ძველი აღთმის იაკობის ჭა, ჯურმული ვიდ. ჯურმული რას ნიშნავს? არა, სიღრმეს. კი ბატონო, ჭა არის ყველანაირად ჯურმული სიღრმეა. ამიტომ აქ მიდის დედაკაცი სამარიტე, რომელმაც უნდა ამოიღოს ეს ჭიდან წყალი და გვეუბნება სახარება ჯურმული, ანუ რომელიც შენიშნა, ეს არის ძალიან ღრმა. თუნდაც სამარიტელი ქალის სიტყვებშივე ჩანს. და ეს ჭა, როგორც მოგახსენეთ, იაკობის ამოღებული, ანუ ძველი აღთმის და შესაბამისად ნახეთ რას კითხულობთ. იქიდან სწავდა იაკობის ოჯახი, მისი სახლეულიო და რა თქმა უნდა მისი საცხოვარი თუ რა. ანუ ეს ხო უდაბნოში ახლა წარმოვიდგინეთ, ჩვენ ვსაუბრობთ პალესტინის ტერიტორიაზე, ხო, უდაბნო. ამიტომ მოდის დედაკაცი და დაინახავს, რომ იქ არის კაცი, მაცხოვარი. რატო თქვი კაცი? იმიტომ რომ იმდენად ვერ შეეთვისებოდნენ სამარიტელები და ებრაელები, ჩვენ ხშირად ვისაუბრია მას, ხო გახსოვთ? არამცდუ წყლის ამოღება და მიწოდება უკაცრავად, ანუ არა საუბარიც კი არ შეიძლება აკრძალული იყო და ცოტაში ითვლებოდა. შეხება ხო საერთოდ ზედმეტი იყო. ამიტომ ეუბნება მაცხოვარი, რომ დამალევინე წყალია. ხო და ეს ქალი ეუბნება, რომ შენ ურია მე სამარიტელსო როგორ მთხოვო, რომ წყალი დამალევინეო. მაცხოვარიც ეუბნება, შენ რო იცოდე ვინ გთხოვს ამ წყალს, შენც თხოვდი მას წყალს, იმ წყალს სიცოცხლის წყალოზეა საუბარი და რომ იმ წყლის დალევის შემდეგ აღარ მოგწყურდებოდა და ნუ რა თქმა უნდა პირველი რაც არის ეს სამარიტელი ქალი ხორციელ ჭრილში იგებს ამას რა ქვია რომ წყალი რო ცხოვრების წყალი მისცეს ანუ და აღარ მოგწყურდება არასდროს ეუბნება მაცხოვარი და რა ჯობია ხო ახლა გაიფიქრა ამ ქალმა აღარ ივლის ამ ხელა გზაზე ჩვენსავით ონკანებში კი არ მოდიოდა წყალი ხო მიდიოდნენ კილომეტრებზე ჭასთან რომ ამოიღო წყალი რამდენი გზა უნდა გაიკეთებინათ ხო და გაუხარდა რა კარგია თუ ისეთ წყალს მომცემს რომ აღარ მომიწევს მოსვლა და მთელი ცხოვრება წყურვილი და დაუწყებული ვიქნები მშვენიერია თან ეს ქალი ეუბნება რომ როგორ მომცემს შენ მე წყალს როცა ჯურღმული აი ამ შემთხვევაში დიდია ღრმა და რა ქვია არც ამოსავსები გაქო და არც თოკი რო ჩაუშვა და მე უხსნის მაცხოვარი რომ აი ეს წყალი როგორიც არის და ასე შემდეგ რომ ვინც კი დაალევს ამ წყალს არასდროს მოწყურდება და ასე შემდეგ. ეს ქალიც ეუბნება რომ მომეცი მე ეს წყალი. იცით რა მინდა გითხრათ რომ ძალიან საოცარი ეს საუბარი, ფაქტიურად ეს არის სულიერი ზრდა საფეხურებრივი, ანუ რითიც იწყებენ ანუ უბრალოდ ეს სამარიტელი ქალი და შემდგომად ანუ უკვე მივიწევთ წინ. და მაცხოვარი ეუბნება რომ წადიო და პირველ თუ უთხარი შექმარსო. ეს ქალი ეუბნება რომ მე ქმარი არ ყავსო. მართალი მომიგეო ეს ქმარი რომელიც კაცი რომელიც შენთან სახშია არ არის შენი ქმარი სამ ხუთი ქმარი ყავდა ამ ხას ეს ქალი ხდება რომ უბრალო ადამიანთან საქმე არ აქვს და კიდეც ეუბნება მე უკვე ნახეთ აი სულიერი საზდოს იღებს და უნდა ესე თქვა წინ წაეწიოს და ეუბნება პირველი რითი იწყებს რომ ჩვენი мама პაპანიო ანუ აი ამ თაზე ლოცულობდნენ თაზე სადაც მიუთითებს და თქვენ ებრაელებიო იერუსალიმშიო ყველა ვიცით იერუსალიმის ტაძარი ხო ანუ ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრია და აინტერესებს რომელი უფრო მართალიაო ნახეთ უკვე მასში შემოდის ის მადლი რომელიც მას ეხლა რა შეაინტერესებს ხო მოდი ვთქვათ ბოლო-ბოლო დააგდებდა იმ ჭურჭელს გაიქცეოდა არ შეიძლება ებრაელთან ანუ ურიასთან საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად სხვა გზით მიდის და სხვა ესე ვთქვათ სიუჟეტი გვაქვს წინ და მაცხოვარი ეუბნება მერწმუნეო რომ თქვენო რასცემ თაყვანს არ იცითო მაგრამ ჩვენ ვიცითო რამე თუ ცხოვრება ებრაელებისგან მოდისო ანუ ნახეთ აქაც ბევრი გვაქვს ოღონდ სასაუბრო, მაგრამ მე არ მოგაცემ.
რაში საქმე იცით, რომ ჯულის კანონი არ ირღვება მინდა გითხრათ, იმიტომ რომ უფალი აღასრულებს ჯულს. და ეუბნება დადგება დრო, რომ არც ამ თაზე, არც იერუსალიმშიო არ იქნება თაყვანისცემაო სული, არამედო სული. ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ ორიოდე სიტყვით ადამიანები მე ხშირად ვამბობ, რომ შეიძლება წყლები დადიოდნენ ეკლესიაში, ძალიან ბევრ სათნოსაც ანთებდნენ, მარხულნი იყვნენ, მაგრამ ნახეთ, სული თაყვანისცემა ნიშნავს, რომ შენ განიცადო სიხარული და ღმერთთან ყოფობა, როგორც აი ამ დედაკაცმა განიცადა, უკვე ეს შემდგომში, ანუ გავაგრძელებ ამას, რა თქმა უნდა, რომ გარბის და ეუბნება, რომ აი გავიცანი ადამიანი წყაროსთან, რომელიც უბრალო ადამიანი არ არის, ნახეთ მე ამაზე გავაკეთებ კარგით აქცენტს, რომ მე არ გამომივიდეს მოჭრილი ქადაგება და მაცხოვარი უხსნის, რომ იქნება სულით, რომ ადამიანმა აი მთელი თავის სისავსით უნდა ირწმუნოს ღმერთი. ხა მე არ დავიწყებ, მე არ მინდა ვიღაცას ეწყნოს, მაგრამ ადამიანები თვლიან, რომ ვინც უკაცეს მარხვაზე იქნება და ასკეტური ცხოვრებით იცხოვრებს და ერის ხალხს ემახ ლაპარაკი და რომ ესე ვთქვათ მუხლებს გადაიტყავს ლოცვებით, ეს არის სასופველი შემყვანებელი. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, აუცილებელია, მაგრამ ნახეთ, ქრისტიანობა სხვა რამეს გულისხმობს და ქრისტესთან ერთობას აბსოლუტურად სხვა რამ არის. შეიყვარო ღმერთი შენი ვითარცა თავითვისი და ასე შემდეგ, როგორც ჩამონათვალი გვაქვს, ანუ ღმერთის სიყვარული არ გამოიხატება დამიჯერეთ კედლებში ნაძებნი იმეები თუ აი აქ რაღაცა გამოჩნდა და იქ არ არის ეს. მე ხშირად ვამბობ, ცოცხალი ღმერთის სიყვარული და მასთან ურთიერთობა სხვა რამ არის, აი აქ არის. აქ თუ არ არის დამიჯერეთ, ის უკვე არსად აღარ არის. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ მოციქულები ყვანან მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრი ის დიდი მამები, დედები ყვანან მაგალითად, რომლებმაც მთელი თავისი არსით შეიყვარეს ქრისტე და დარჩნენ მისი ერთგული და უკვე იზრდება კიდევ ესე ვთქვათ საფეხურით წინ ადის, წინ მიიწევს ეს სამარიტელი ქადეუბნება, რომ მესია უნდა მოვიდეს სახელად ქრისტეო და ვერ გვეტყვი ამაზეო, ვინ იქნებაო და მაცხოვრე ეუბნება, რომ მე ვარ, ვინც ამას გელაპარაკებაო და მოკლედ მთელი ეს საუბარი მიდის და ამ დროს მოდიან მოციქულები და სახარება გვეუბნება ის თუ დაუკვირდით, გაკვირვებულები უყურებენ სამარიტელი ქალის და მაცხოვრის საუბარს. ჯერ ხო არ შეიძლებოდა, არც ახლო მიახლება შეიძლებოდა და ვერც ვერავინ იკადრაო, რომ ეკითხათ, საიდან მოდიხარ, რას ეკეთებო და რას ლაპარაკობდო და ეს ქალი წავა. და აი ზუსტად აქ შემოვიტოვე, რომ მეთქვა, რომ წავა და იმხელა სიყვარული ტყვება ამას და მარტო სიყვარულით კი არა, უკვე მასში ცოცხალი რწმენა, იმიტომ ნახეთ, ისეთი კითხვებით დაიწყო ამან დასმა და ნენელა გაზდა, ანუ საფეხურებრივად, რომ ეს ადამიანი უკვე აფსილია, უკვე მან მაცხოვარი იხილა, მან მესია იხილა. და ჩვენ ყოველდღე ვეხებით აი ამას და ჩვენ ვერ რაღაცა ვერ მივდივართ იქამდე, რომ ჩვენთვის აი თავარი და ყველაზე უმთავრესი იყოს მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე და უყვება და ღირს აღნიშნოთ იმისა, რომ მოდი ვთქვათ, ვინ დაუჯერებდა ხუთქმარ გამოცვლილს, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვებით შეიძლებოდა ჩაიქოლა და კანონი ესეთი იყო ძველი აღმოსავლეთში, რომ ქალი რომელიც ესე ცხოვრობდა, უნდა ჩაქოლილიყო. ეგრე მაცხოვარმაც გადაარჩინა ჩვენ სახარებიდან უწყით, ხო? მაგრამ მეექვსე კიდე ოფიციალური ქმარი არ იყო. და ასეთ ქალს არავინ დაუჯერებდა, ხო? ეთქოდა, რომ წადი მოშორდი აქ და რეებს გვიყვები, შენ რაზე უნდა ვილაპარაკო? ნახეთ, სამარიტელები, რომლებიც აბსოლუტური სხვაობა, ძალიან დიდი კამათი და ესე ვთქვათ, დავა დღემდე სპარცელები არიან, რა წარმომავლობა, ნუ კი ვიცით, მაგრამ და ესე ზუსტი ესეთი არ არის, შერეული ხალხია, რომლებიც ანუ ძალით იძულებით გადმოასახლეს პალესტინის ტერიტორიაზე, მაიმუნი, წეთეკი, წინებული, მასში შემოსულია ეს მადლი, მან პირდაპირ შეიცნო ანუ მესია და მოძდებს მთელი ქალაქი. წარმოგიდგენთ, როგორი აღკინებული და სიყვარულით სავსე უნდა ყვებოდე და დარწმუნებული იმაში, მოკლედ მოყვება მთელი ეს ქალაქი და მე ვიძახდი ამ ხალხზე, რომ ანუ წარმომავლობით შეიძლება სხვადასხვა, მაგრამ ვერ შეეყოფოდნენ, იმიტომ რომ ისინი არ აღიარებდნენ, არ ეთანხმებოდნენ მაგალითად არ ჯეროდათ ყურეთით აღდგომის და მოსეს მხოლოდ 5 წიგნეულს აღიარებდნენ ესენი და ამიტომ ძალიან ეს სხვათა შორის ესეთი იყო, რომ ესენი მუდმივად ურჩობაში იყვნენ, ანუ ეს სამარიტელები და
ერთხელაც ანუ უდაბნოში იყვნენ მოგესალმებით და ლომები შემოესიათ რამოდენიმეჯერ და მივხვდი რომ ეს არ ხდებოდა ტყუილ უბრალოდ და ამიტომაც მე თორე მანამდე უფრო მოუდრეკელები იყვნენ. შესაბამისად მოციქულები ეკითხებიან მაცხოვარს, რომ ჭამე საჭმელი და მაცხოვარი უნდა მე არ მინდა ჭამადი რამე თუ მე ჭამადი მაქვს. ნუ ამათ ითქეს რომ თქო ვიღაცა იყო მოსული და აჭამეს. და შესაბამისად ანუ მაცხოვარი მათ ეუბნება რომ მისი ჭამადი არის მისი საქმე, რომელიც ანუ მამა ღმერთის საქმენი უნდა აღასრულოს, რომ ის მისია რომელიც მაცხოვარმა მოიტანა დედამიწაზე უნდა შესრულოს ყოველივე და ასე შემდეგ. და ეუბნება მე რომ ჩვენ ხშირად ვიცით რომ მაცხოვარი იგავებით ადარებს ანუ ადამიანებს ყანას, თავთავს და ასე შემდეგ რომ დადგება რომ სამკალი ბევრი იქნება და რომ მაცხოვარი აღარ იქნებოდა მოციქულებთან და რომ მათ უნდა გაეგზელებინათ ეს საქმე და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ ეს ქალი რომელმაც თქვა რომ წამოდი და ნახეთ ყველაფერი მითხრა მე აღარ მალავს უკვე ხო ცოდვა ეს მით უმეტეს დღესაც ცოდვა და პრინციპში დღეს შეიძლება ცოდვა აღარ იყოს ხო და მაშინ მით უმეტეს და ამიტომ არის რომ მოდიან ეს ადამიანები და სთხოვენ რომ დარჩეს მათთან მაცხოვარი 2 დღე რჩება და შემდეგ უკვე ამ ხალხს ეუბნება რომ აღარ გვინდა შენი მონათხრობი რამე თუ ჩვენი თვალით ნახე და ყოველივე გავიგე და ყოველივე უწყი და აი მთავრდება დღევანდელი სახარების თემა და ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა აი ასეთი აღტკინებული ასეთი გულწრფელი უნდა ვიყოთ მაცხოვრის და ჩვენი რითიც და ქვეყნის ჩვენი ოჯახების წინაშე იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ვისმენთ დედა ეკლესიაში ნახეთ ამას ისმენენ თავის დროზე მაგრამ ვერ მიიღეს ებრაელებმა არ მიიღეს მაგრამ ნახეთ სულ უცხო ხო ეუბნება მაცხოვარი ნახეთ როგორ ჩანს აქ რომ მართლა მშვიდობა მოგცეთ ძალიან ხუთ ილოცეთ ჩემთვის ერთი კვირა არ ვიქნები სტამბოლში მივდივარ და მომავალ კვირას ჩატარდება ჩვეულებრივად ანუ წირვა და